ბევრს ეს დაავადება კარტოფილის ჭრაკი გონია, მაგრამ სიამდვილეში ამ დაავადებას ჰქვია კარტოფილის ფიტოპტორა. ეს არის კარტოფილის ერთ-ერთი ყველაზე ვერაგი დაავადება, რომელიც მარტივად ვრცელდება და ფერმერს აყენებს ძალიან დიდ ეკონომიკურ ზარალს. მას შეუძლია თითქმის მთელი მოსავალიც კი გაანადგუროს. მაგრამ სიამდვილეში ამ დაავადებასთან ბრძოლა ჩვენ ისე შეგვიძლია, რომ მცენარე თითქმის საერთოდ წამლით არ შევწამლოთ. ერთი სიტყვით ძალიან უცნაური ჟღერს, მაგრამ როგორ შეგვიძლია ეს გავაკეთოთ? პირველ რიგში უნდა გვესმოდეს დაავადების ბიოლოგია და როგორ ვრცელდება ის. ეს დაავადება არ ვრცელდება თავიდან ჰაერით, ეს დაავადება არის ნიადაგში. იგი იზამთრებს მანს და შემდეგ იქიდანვე იწყებს გავრცელებას. თავდაპირველად იგი აინფიცირებს ფესვებს და ფესვების დაინფიცირების შემდეგ ვრცელდება მთელ მცენარეში. ის ვრცელდება გამტარ ქსოვილში, სადაც მოძრაობს მცენარის წვენი, მერე იქიდან უკვე გადადის ფოთლებზე და ჩადის ნაყოფშიც და ფოთლიდან გადასვლის შემდეგ უკვე ვრცელდება სხვა მცენარეებსაც. ამიტომ ჩვენ რომ მოვახდინოთ ამ დაავადების პრევენცია, თავიდანვე უნდა ვიმუშაოთ ნიადაგზე. ჩვენ ვამუშავებთ ნიადაგს ან კობრეთი ან ბროტავერდით, რაც ახდენს მის სრულ დეზინფექციას მსგავსი დაავადებებისგან და შემდეგ მას უკვე შეუძლია ჩვეულებრივად განვითარდეს. ძალიან მნიშვნელოვანია ერთი ფაქტორი, როგორ მოქმედებს ეს დაავადება. როდესაც მცენარეში შეიჭრება, პათოგენი ათეზირდება მცენარის ვასკულარულ ქსოვილში კედლებთან და იწყებს უკვე ნივთიერებების ამოწოვას. ამ დროს ეს ქსოვილი ძალიან ზიანდება, რაც უკვე იწვევს მრავალ პათოლოგიას. თუ ჩვენ გამოვიყენებთ ალუმინის ლიგნოსულფონატს, რაც შედის ბროტავერტში, მცენარეს წარმოექმნება დამცავი შრე ამ გამტარ ქსოვილში და ამ დამცავი შრის გამო უკვე ეს პათოგენი ვეღარ ახერხებს ათეზიას, რის გამოც იდეაში მცენარეს უკვე ვეღარ დაინფიცირებს. ის უბრალოდ შევაშიგნით და როგორც შევიდა, ისევე გამოვა. და თუ ჩვენ დავინახეთ, რომ უკვე მცენარე დაინფიცირებული არის და ფოთლებზე არის სიმპტომები, აუცილებელია შევიტანოთ სისტემური პრეპარატი, რომელიც განკურნავს და უნდა შევიტანოთ ბროტავერდი, რადგან ბროტავერდი მოახდენს ამ ქსოვილის რეგენერაციას. და რეგენერაციის შედეგად მცენარე ისევ შეძლებს გააგრძელოს თავისი პროდუქტიულობა და მოგვცეს მოსავალი.